საღამომშვიდობის დღეს 4 შაბათია და ზუსტად 22 საათზე დღის მთავარი თემებითა და სტუმრებით პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური თოქ-შოუ პირველი სტუდია მე ეკა მიშველაძე ვარ. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების წინაშე მდგარი ამოცანები გეგმები 27 ივნისამდე და რას მიიღებს საქართველოს უელსის სამიტზე ელოდება თუ არა ევროპა რუსეთიდან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე დარჩენილ დროში ზეწოლის გაძლიერებას და რას მოხმარდება ევროკავშირისგან საქართველოსთვის გამოყოფილი 19 მილიონი ევრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გეგმები მზადება ნატოს სამიტისთვის, მოლოდინები, შეფასებები და ანალიზი პირველი სტუდიის შეკითხვებს. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უპასუხებს. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში ჩვენ პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად ბრუნდებით. გზა ევროპამდე და ნატომდე, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და უელსის სამიტის მოლოდინში. რა საფრთხეებია მოსალოდნელი და როგორ პასუხობს გამოწვევებს ქვეყნის მთავრობა. რას უკავშირდება თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა ნატოს წევრ ქვეყნებსა და საქართველოში. რასმუსენის განცხადება რუსეთის პოლიტიკის პასუხად და საქართველოს როლი რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი ცივი ომის პირობებში. ჩვენ ვართ მომსწრე თუ რა ზეწოლა გამოიყენა რუსეთმა მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც უახლოვდებიან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ასე რომ მხოლოდ წარმოსახვა შეუძლია დაუწესოს ლიმიტები იმას, თუ რა შეუძლია რუსეთის ფედერაციას გამოიყენოს ინსტრუმენტად. გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა სწორად შეაფასა ის საფრთხე, რომელიც რეგიონშია, არღვევს რუსეთის ფედერაცია სწორედ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენი გზა არის ერთადერთი. გავხდეთ, რაც შეიძლება სწრაფად კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის ნატოს წევრი. რა არის საქართველოს საბოლოო მიზანი? განიხილება თუ არა და რა დონეზე თავდაცვითი სისტემების საქართველოში განლაგების საკითხი და რა მისია აკისრია ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს აფრიკაში? ყველა აქტუალური კითხვა და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს პირველ სტუდიაში. 24 დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე რა დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები? როგორია წინასაარჩევნო გარემო საქართველოში, კვლევის შედეგები და ექსპერტების რეკომენდაციები? საარჩევნო კანონმდებლობას შევაფასებ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კანონმდებლობის კუთხით არ აქვს. CSKO-ს მიმართ პოზიტიური შეფასებებია, ზოგად ნაწილში ნათქვამია, რომ CSKO ორგანიზებული შეხვდა ამ არჩევნებს. საარჩევნო გარემოს შეფასება და ანალიზი ნინო ლომჯარია და ლელა ტალიური პირველ სტუდიაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენ ჩემს პირველ სტუმარს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უპასუხებს დღეს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა, რომ მოგზანდით ჩვენთან სტუდიაში. საღამომშვიდობის და დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ბატონო ირაკლი, ბრიუსელში ქართული დელეგაციის ვიზიტზე და შეხვედრებზე მინდა გკითხოთ ბაროზოს განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს, თუმცა ამავე დროს მისი საკმაოდ თუ შეიძლება ასე ითქვას, თავშეკავებული კომენტარიც და განცხადებაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თარიღთან და ამ პერსპექტივასთან დაკავშირებით. რას უკავშირდება თქვენი აზრით აი ასეთი სიფრთხილე ევროპელი მაღალჩინოსნის მხრიდან? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ამ შესაძლებლობას მაძლევთ. მინდა ვთქვა, რომ ეს ვიზიტი არის უნიკალური, იმიტომ რომ პირველად ხდება, როდესაც ესეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია ასეთ მრავალმხრივ ფორმატში იხილავს საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ურთიერთობების გზაზე და რაც მთავარია, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა იმ ხელმოწერამდე ასოცირებული შეთანხმების და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი წარს დგას სწორედ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციით ქართული მხარიდან. ყველას თავისი ვიზავი, ანუ თავისი ევროკომისარი, რომელთანაც გაიმართა მოლაპარაკებები, ყავდა სწორედ ინფორმირებული იმ პროგრესზე, იმ რეფორმებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს, როგორ დაუახლოვდით, რამდენად მივედით ახლოს იმ სტანდარტებთან, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მე ვიტყოდი, რომ ბაროზოს განცხადება უფრო იმედის მომცემია, ვიდრე ასე თქვა თავშეკავებული, იმიტომ რომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ამ ეტაპზე სწორედ ასოცირებული ხელშეკრულება, რასაც საქართველოს თავაზობენ, არავის არ ქონდა ილუზია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უფრო დაჩქარებული ტემპით მოხდებოდა. ეს არის ურთულესი, ძალიან შრომატევადი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის. და იქ ითქვა, რომ ეს არ არის ბოლო შეთანხმება, რომელსაც საქართველოს აწერს ხელს ევროკავშირთან. მე პირიქით უფრო იმედის მომცემად მომეჩვენა პრემიერ-მინისტრის და
ბაროზოს ეს განცხადებები, რაც მთავარია, დაჩქარდა და გადმოიწია, როგორც ყველამ ვიცით, ხელმოწერის თარიღი ივნისის 27-ში. ეს ნიშნავს იმას, რომ უპირობო მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირის მხრიდან. თუმცა ეს არ არის საქართველოს საბოლოო მიზანი, რაზეც სწორედ ეს არის ყველა გაცხადებულად საუბრობს. სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ დავიჭირეთ ამ შეხვედრებში. ბუნებრივია, რომ ამ მომავალი წლების განმავლობაში ექნება საქართველოს განსახორციელებელი ძალიან დიდი სამოქმედო გეგმა, შესამუშავებელიც. პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად უპასუხა შეკითხვაზე, თუ რასელია საქართველოში ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და მან თქვა, რომ ძალიან დიდ სამუშაოს, დიდ შრომას, რომელიც ჩადებული იქნება ამ პროცესში. ასე რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო და მე დარწმუნებული ვარ, იმასაც გეტყვით, რომ ვერანაირ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დიდი საფრთხე ნებისმიერი ჩვენი არაკეთილმოსურნეს მხრიდან ამ პროცესს არ ემუქრება და 27-ში გაფორმდება ეს შეთანხმება. აუცილებლად. საკმარისი იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრმა ასევე ბრიუსელში განაცხადა, რომ საქართველოს ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირის 29 წევრი გახდეს. იქნება თუ არა, აი ამ ფონზე, რაზეც მე პირველ შეკითხვაში ვისაუბრე, ეს საკმარისი, ანუ ჩვენი ძალისხმევა, მთავრობის ძალისხმევა, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ძალისხმევა, რამდენად საკმარისია თუ კიდევ არის რაღაც სხვა ფაქტორები, რაც გასათვალისწინებელია. ბუნებრივია არის სხვა ფაქტორები და ეს არის კონსენსუსი, რომელიც უნდა შედგეს ევროკავშირის წევრებში, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა და დაადასტურა საქართველოს ურყევი ნება, რომ ამ გზაზე იაროს ყოველგვარი უკან დახევის გარეშე. რაც არ უნდა მოხდეს რეგიონში, რომელმა ქვეყანამაც არ უნდა გამოთქვას სკეპტიკური განწყობა ჩვენი ინტეგრაციის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის, ქართული ხალხის არჩევანი და სწორედ ეს იყო მთავარი, რაზეც პრემიერმა ისაუბრა ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ერთად. მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ესეთი დინამიკა ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, წარსულში არ ქონია და ეს ბუნებრივია არის პირველ რიგში დამსახურება ქართული საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის, რომ ჩავატარეთ 2012 წელს არჩევნები, რომლითაც შეიცვალა ხელისუფლება პირველად საქართველოში და მთელს რეგიონში შეიძლება ითქვას მშვიდობიანი არჩევნების გზით და ასევე აღინიშნა, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ჩემი აზრით ძალიან ნიშანდობლივი იმისა, რომ საქართველო მართლაც გამორჩეულია რეგიონში. საქართველოს არის მართლაც მიმზიდველი ყველა სხვა ქვეყნისთვის ჩვენს რეგიონში, იმითი თუ როგორ უნდა განახორციელო ესეთი ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა სისტემიდან თანამედროვე პროგრესულ ევროპულ დემოკრატიულ სისტემაზე. აქედან გამომდინარე, პირველი კრედიტი, ვისაც უნდა მივცეთ ჩვენ, ეს არ ეკუთვნის მთავრობას, ეს ეკუთვნის ქართულ ხალხს. ბატონო ირაკლი, ბრიუსელში ასევე ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი ნატოს სამიტთან დაკავშირებით. ნატოს მომავალი სამიტი უელსში საქართველოსთვის იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, რათა დაფასდეს ქვეყნის პროგრესი და მისი როგორც მოკავშირეთა ერთგული და სარდლო პარტნიორის როლი და დაისახოს კონკრეტული ნაბიჯები გაწევრიანებისკენ. ესეც პრემიერმა განაცხადა ჰარვარდის კლუბში გამოსვლისას, რა იქნება ქვეყნის პროგრესის ჯეროვანი დაფასება. ბატონო ეკა, მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, თუ საიდან მოვედი დღეს თქვენს გადაცემაში. დღეს უკვე რამდენიმე დღეა უბრალოდ საქართველოში მიმდინარეობს ევროპული სარდლობების, ყველა 30-ზე მეტი ევროპული ქვეყნის არმიის სერჟანტთა კონფერენცია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არანატო წევრ ქვეყნის ტერიტორიაზე იმართება ეს შეხვედრა და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ასევე დაფასება და აღიარება იმის, რომ საქართველოს არ არის ჩვეულებრივი პარტნიორი ქვეყანა. საქართველოს არის ნატოსთვის ქვეყანა, რომელსაც ენდობიან, რომლის სამხედროებს ენდობიან. ავღანეთში იქნება ეს თუ ცენტრალურ აფრიკაში და მინდა გითხრათ, რომ თავსებადობის კუთხით, ევროპულ და ნატოს ოპერაციებში ჩვენი სამხედროების მონაწილეობის კუთხით, საქართველოს განიხილება იგივე სტანდარტებით, როგორც პარტნიორი. ანუ როგორც უпроსორეთ წევრი ქვეყანა ნატოსი. მაგრამ ჩვენ გვინდა მაპი და კიდევ უფრო მეტი. ეს არის საფუძველი იმ ოპტიმიზმის, რომელიც ჩვენ ყველას და საზოგადოებასაც გაგვაჩნია, რომ მომავალ სამიტზე ეს აისახება ადეკვატურად. ეხლა არაერთხელ ითქვა, რომ სამიტამდე დარჩენილია რამდენიმე თვე, გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გულწრფელად უნდა უთხრათ ერთმანეთს. მაგრამ კონსენსუსი მართლაც უკვე შემდგარია იმაზე, რომ საქართველოს უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი. აქ დაკავშირებული ასევე იმაზე, სხვა სამი ასპირანტი ქვეყნის მიმართ როგორი შეფასება ექნება ნატოს. მინდა გითხრათ, რომ ივნისის შუა რიცხვებში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე უკვე გამოქვეყნდება ის შეფასება,
რომელსაც 4 ასპირანტ, ანუ საქართველოს და 3 დანარჩენ ქვეყანაზე ნატოს მიერ იქნება გამოქვეყნებული. იქ უნდა აისახოს რეალურად შეფასებაში თუ რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყანა საქართველო, რამდენად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რომ მიიღოს მეპი. მესმის რომ არ დააკონკრეტებთ, მაგრამ მაინც რომ მითხრათ განისაზღვრება თუ არა, თუ იცით ამის შესახებ, საქართველოსთვის რაღაც ახალი სტატუსი. იცით რა, მოლაპარაკებები თვითონ ალიანსის წევრებს შორის ვიცით რომ მიმდინარეობს, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის იყოს ხელშესახები, იყოს კონკრეტული და ჩვენ ერთად ყველანი მსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად ეფექტური უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, არა მხოლოდ დეკლარაციული კუთხით და მე პირადად როგორც თავდაცვის მინისტრი ნაკლებად მაღალვებს დეკლარაციაში რა იქნება ასახული. ჩემთვის მთავარი არის რომ ზუსტად ვიცოდე, რომ ნატოსთან დაახლოების გზაზე საქართველოს შეერაღებულ ძალებს ექნება ის თავდაცვითი შესაძლებლობები, რომელსაც ექნება შემაკავებელი ფაქტორი კონფლიქტის განახლების კუთხით. ჩვენ ვიცით რუსეთის ფედერაციის გეგმები, ვიცით რუსეთის ფედერაცია რას აწარმოებს, როგორ ძირგამომთხრელ თუ სხვა ასე ვთქვათ საბოტაჟის ოპერაციებს უკრაინაში. ეს არის უკვე ნათელი ყველასთვის და სწორედ საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება სხვა ფაქტორებთან ერთად, მათ შორის დეკლარაციული, მათ შორის მეპის თუ სხვა ფორმით საქართველოს პროგრესის დაფიქსირებით იქნება შემაკავებელი ფაქტორი იმის, რომ საქართველოს გააგრძელოს ამ საფრთხეებთან შესაბამისი და ადეკვატური ბრძოლა და რაც მთავარია, ჩვენ ქვეყანას მოსახლეობას მიეცეს სტაბილურ ვითარებაში განვითარების პოლიტიკური და ეკონომიკური, სოციალური განვითარების შესაძლებლობა. აი საფრთხეები ახსენეთ და მეც მინდა გკითხოთ ამასთან დაკავშირებით, რასმუსენმაც გააკეთა ამ საფრთხეებზე გარკვეული აქცენტი და რუსეთის არ მალავს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აღიქვავს ის კრიტიკულ საფრთხედ. რა საფრთხეებს შეიძლება ველოდეთ თუნდაც ველსის სამიტამდე? მე მგონია რომ საქართველოში შესაბამისი უწყებები, როგორც არის ვთქვათ კონტრსადაზვერო უწყებები, სამართალდამცავი უწყებები, მათ შორის ჩვენი დინამიკა ურთიერთობის, სამხედრო ურთიერთობის ჩვენს პარტნიორებთან, იგივე რომ იგეგმება ერთობლივი წრთნები, იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები, მაღალი დონის სამხედრო პოლიტიკური ელიტის თუ პოლიტიკური ელიტის ვიზიტები საქართველოში იქნება გარკვეული პრევენციული ხასიათის, რომ ავიცილოთ ესეთი ასე ვთქვათ საფრთხეები თავიდან. უკრაინა არის აბსოლუტურად განსხვავებული ამ შემთხვევაში საქართველოს ვითარებიდან გამომდინარე. აქ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ეფექტური კონტროლი იმ ტერიტორიაზე, ვითარებაზე, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლება იურისდიქციას ბოლომდე ახორციელებს. აქედან გამომდინარე არ აქვს რუსეთს ისეთი ზემოქმედების ბერკეტები, როგორიც აქვს უკრაინაში სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ ყველანაირ საფრთხეზე გვაქვს ადეკვატური გეგმები მომზადებული. ძალიან მაღალია კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის უწყების და სხვა შესაბამისი ორგანოების, საგარეო პოლიტიკური უწყება, ევროატლანტიკური სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად გეგმავს შეხვედრებს და ყველა შესაძლო მოვლენაზე, სცენარზე აქვს განვითარების შესაძლო, ასე ვთქვათ, პასუხი და სცენარი. აქედან გამომდინარე მეტნაკლებად დაცულია. იცით რა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ბუნებრივია თუ როგორ განვითარდება შემდგომი ვითარების გაგრძელება, როგორ მოხდება უკრაინაში, რამდენად ჩაივლის მშვიდობიან ატმოსფეროში არჩევნები, რამდენად მოხდება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის შეთანხმება სწორედ უკრაინასთან დაკავშირებით. ბევრი ფაქტორია, რომელიც ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ ძალიან კონკრეტულად თქვენს და საქართველოს მოსახლეობას, რომ საქართველოს მთავრობა მთლიანად ხელისუფლება მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის. აქ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი. მე გარკვეული პერიოდის წინ ვიყავი შეერთებულ შტატებში, რაც იყო პრაქტიკულად გაგრძელება პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის და ამერიკის პრეზიდენტის ობამას შეხვედრის და საკმაოდ სერიოზული საუბრები ჰქონდა, რაც წარმატებულად განხორციელდა იგივე საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე. კი, და თქვენი განცხადება, რომ ეს პროცესი მიდის არაერთგვაროვანი რეაქციები შესაბამისი ადეკვატურობა. საქართველოში, სწორედ თქვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების საქართველოში შესაძლო განლაგებასა და განთავსებაზე. ისეთი შტაბ-ეჭდილება შეიქმნა, რომ ეს ინიციატივა მოულოდნელი იყო, როგორც ქვეყნში გნით, ასევე ქვეყნის პარტნიორებისთვისაც. აი, რა დონეზე განიხილებოდა, ან რა დონეზე განიხილება ეს საკითხი, ბატონო ირაკლი? ეს საკითხი განიხილება, რა თქმა უნდა, უმაღლეს დონეზე.
და შემიძლია გითხრათ, რომ არავისთვის მოულოდნელი ეს არ ყოფილა, აქ შეიძლება ვიღაცა შტაბ-ჭრილება შეექმნა, მაგრამ ბუნებრივია ყველა ნაბიჯი, რასაც დგამს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ნებისმიერი სამინისტრო, ეს არის საქართველოს მთავრობის ფიქრის და თანხმობის და კონსენსუსის საგანი. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, მე გავიმეორებ უბრალოდ, რომ პარტნიორი ქვეყნები, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, კონკრეტულად ამ კუთხით ძალიან გაგებით ეკიდებიან საქართველოს პოზიციას, რომ საქართველოს სჭირდება თავდაცვითი შეერაღება, საქართველოს სჭირდება სწორედ ისეთი შესაძლებლობები, რომელიც მტერს გააგებინებს, რომ თუკი წამსვლელია ის საქართველოსთან სამხედრო კონფრონტაციაზე, ეს მას ძალიან ძვირად დაუჯდება. რა თქმა უნდა, ილუზია არავის არ აქვს, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა, როგორც არის საქართველო, შესაძლებელი იქნება, რომ გარკვეულწილად დაუპირისპირდეს სუპერსახელმწიფოს. აქ არ არის ამაზე საუბარი, ძალიან უმეცარი განცხადებები გაკეთდა, ხშირად საქართველოს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რაღაც ილუზია გვაქვს, რომ ჩვენ დიდობს მოვიგებთ. არასაპარლამენტო ოპოზიციას მაგრამ მინდა დავასრულო რომ შეთანხმებები პრაქტიკულად არის და ურთიერთგაგება მიღწეული, ამას სჭირდება პრაქტიკული შრომა, ეს არ იქნება ერთ ღამეში, ბუნებრივია, მაგრამ რაც მთავარია, შეთანხმებები არის პრაქტიკულად მიღწეული. და ამ თემაზე კონსენსუსია საქართველოს მთავრობაში და ეს არ იყო მოულოდნელი მართლაც. კარგით, არასაპარლამენტო ოპოზიციას მაინტერესებს, რას უპასუხებთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომელთა შეფასებითაც ეს ინიციატივა არის გარკვეულწილად საფრთხის შემცველი და რუსეთისათვის რაღაც მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა გახდეს. შემიძლია გითხრათ ჩვენი სამხედროების შეფასება. და არ მგონია არც ოპოზიციაში თუ მართულ გუნდში პოლიტიკოსებმა იმაზე მეტი ვიცოდეთ, რაც იციან ჩვენი ქვეყნის თავდაცვაზე, ჩვენმა სამხედროებმა. სამხედროებმა, ვისაც საკუთარი სიცოცხლის ფასად აქვს დაცული ეს ქვეყანა არაერთხელ და მათი, რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა არის, რომ სწორედ ესეთი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოში, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის, ანტისატანკო შესაძლებლობები. ამაზე ღიად საუბარი, იმიტომ შეიძლება, რომ ეს არ არის არც ერთ შემთხვევაში იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას არა თავდაცვის მიზნებისთვის. ჩვენ დასამალი, მოსარიდებელი არავისთან არაფერი არ გვჭირს. ჩვენი შეერაღებული ძალები, რომ იყოს ეფექტური ჩვენი ქვეყნისთვის, მათთვის აუცილებელი მისიის შესრულებაზე, რომელიც არის ქვეყნის დაცვა, მათ ჭირდებათ ესეთი ინსტრუმენტები. ჩემი მიზანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის და მიზანია მთელი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის, რომ ეს შესაძლებლობა მათ ჰქონდეთ. საფრთხეებზე საუბრობდით და ასევე მაინტერესებს არის თუ არა გარკვეულ კავშირში აი ამ საფრთხეებთან რასმუსენის მოწოდება, რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ და რას უკავშირდება ასევე საქართველოში ეს თავდაცვის ხარჯების გაზრდა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის დაგვიანებული, რომ ევროპის ქვეყნების და ნატოს წევრი ქვეყნების რიგი სახელმწიფოები უკვე დიდი ხანია ჩამოვიდნენ 2%-ზე ქვევით ამ თავდაცვითი ხარჯების და ეს დაეტყო კიდევაც არა მხოლოდ მათ თავდაცუნარიანობას, არამედ პოლიტიკურ ვითარებასაც. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი უფრო სხვა ანგარიშს გაუწევდა ნატოს ქვეყნებს და დარწმუნებული ვარ, მათ ესეთი ამბიცია იგივე სამხედრო პროვოკაციის უკრაინაში არ ექნებოდათ, რომ არ მომხდარიყო თავდაცვითი შესაძლებლობების და დაფინანსების კლება ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. რა თქმა უნდა, ნატო არის ყველაზე ძლიერი სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია მსოფლიოში და ალბათ უახლოესი 50-60 წლის განმავლობაში ესედაც დარჩება, ასე რომ მათ საფრთხე თავდაცვითი შესაძლებლობების, თქვა, ისე დაკნინების, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფომ უპირატესობა იგრძნოს, ეს არ მოხდება, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ აქ არის მთავარი თუ პოლიტიკური გზავნილი რა აქვს არა ნატოს წევრებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც უპირისპირდებიან ნატოს. სწორედ ამიტომაც დროული იყო, ჩემი აზრით, არა მხოლოდ რასმუსენის, ეს ამერიკელი პოლიტიკოსების და სხვა მაღალი დონის ევროპელი ლიდერების განცხადებაც არის, ვის ხარჯზეც და ვის ზურგზეც და ვის ეკონომიკაზეც გადადის ნატოს სამხედრო ძლევამოსილება. ეს პროცესი დაიწყო. ამ გამოფხიზლებაში ძალიან დიდი როლი შეიტანა ბუნებრივია პროცესებმა უკრაინაში. ჩვენ ის კანონპროექტი, რაზეც თქვენ საუბრობთ და რომელიც განხილვაშია პარლამენტში, ეს არის ერთ-ერთი ის შეთანხმება, რომელიც გვაქვს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის გზაზე, რომ საქართველოს თავისი წილი, ასე ვთქვათ, კოლექტიურ უსაფრთხოებაში უნდა შეიტანოს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტირების კუთხითაც. მე მინდა გითხრათ,
რომ საქართველო აკეთებს იმაზე მეც, ვიდრე გარკვეული ნაწილი ნატოს წევრი ქვეყნებისას. იცით რომ ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში არის უაღრესად მაღალ დონეზე შეფასებული, ჩვენი სამხედროების თავდადება, გმირობა არის შეფასებული მართლაც როგორც არაჩვეულებრივი და ნდობა ჩვენი სამხედროების და თავდაცვის უწყების მიმართ არის იგივე, რომელიც აქვს ამერიკელებს, თუნდაც ფრანგების და ნებისმიერი სხვა მაღალი დონის სამხედრო ძალის მიმართ. და ასევე მისია აფრიკაში, აფრიკის მისია მნიშვნელოვანია იმით, ქართულ ჯარს და ზოგადად ქვეყანას რაც აძლევს. პირველ რიგში აფრიკის მისია მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენ ამით ვადასტურებთ, რომ არა მხოლოდ ნატოს ოპერაციებში ვართ მზად, რომ ესეთი წვლილი შევიტანოთ, არამედ ევროკავშირისაც, რომლის წევრები უნდა გავხდეთ. ანუ ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილება არის, რომ არა მხოლოდ ნატოს, ევროკავშირის წევრებიც უნდა გავხდეთ. მეორე, ეს არის ჩემი აზრით მართლაც ძალიან მორალური მისია. როგორც ხვევით, მაგრამ აქ განსაკუთრებულად, იმიტომ რომ აქ ჩვენ პრევენციას გავუკეთებთ და ავაცილებთ ეთნიკურ წმენდას და გენოციდს, პოტენციურ გენოციდს ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში და ეს ჩემი აზრით იმ გამოცდილებით, რაც ჩვენ გვქონდა 90-იან წლებში, როდესაც სამწუხაროდ მსოფლიოში არავინ არ აღმოჩნდა, რომ საქართველოში აეცილებინა ჩვენთვის სამოქალაქო დაპირისპირება და ის კონფლიქტები, როდესაც ჩვენ უკვე ძლიერი გავხდით, სწორედ მორალური ნაბიჯია, რომ დავეხმაროთ სხვა უფრო ასე ვთქვათ, განსაცდელში მყოფ ერს. გარდა ამისა, ეს გვაძლევს ძალიან დიდ უპირატესობას ჩვენს ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ოპერატიული საიდუმლო ინფორმაცია გავცვალოთ ევროკავშირის ქვეყნებთან, თავსებადობა ამაღლდეს და ჩვენ სამხედროებს თავისუფლად შეუძლიათ ამ მისიაში მიიღონ მონაწილეობა, წარმატებით დაასრულონ მისია და დაუბრუნდნენ ქვეყანას. მინდა აღნიშნო მოსახლეობისთვის, ჩვენი სამხედროებისთვის და რამდენად უსაფრთხოა აი მაგაზეც რომ ბევრად უსაფრთხოა ვიდრე ავღანეთში მიმდინარე ჩვენი მისია ამოცანების კუთხითაც და საფრთხის კუთხითაც. იქ არ არის ისეთი განვითარებული, ასე ვთქვათ, მე ამბოხეთა ჯგუფი, არ არსებობს ის საფრთხეები, რა საფრთხეებიც გვაქვს ავღანეთში, თუნდაც იმპროვიზირებული, ასე ვთქვათ, ასაფეთქებელი ნივთიერებების კუთხითაც და ნაღმების კუთხითაც, ასე რომ მე ზუსტად რამდენიმე დღის წინ მოვისმინე სრული ანგარიში ჩვენი წინასწარი ჯგუფის, რომელიც იმყოფებოდა ცენტრალურ აფრიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისია იქნება წარმატებული და საქართველოს კიდევ ერთხელ წარმოჩინდება როგორც განვითარებული სამხედრო ძალა. და კიდევ ერთ თემასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ასევე საკამათო თემა, რომელიც თქვენი უწყების ინიციატივას უკავშირდება. რატომ დადგა დღის წესრიგში, რომ სამობილიზაციო გეგმა არა პრეზიდენტმა, არამედ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს? ჩვენთვის სამობილიზაციო გეგმა არის სახელმძღვანელო დოკუმენტი იმათთვის, ვინც კონკრეტულად არის ამაში ჩართული. თუ როგორ მოხდება ძალების მობილიზება, შემავსებელი ძალების მობილიზება ძირითადი სამხედრო ქვედანაყოფებისთვის. პრინციპული მნიშვნელობა ვინ დაამტკიცებს ამას არ აქვს, მაგრამ ეს გამოიწვია სწორედ იმ კონსტიტუციურმა ცვლილებებმა და უფლებამოსილებების გამიჯვნამ, რომელიც დაიწყო ახალი საპრეზიდენტო ვადის ათვლის შემდეგ, როდესაც გაიყო უფლებამოსილებები პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. მე ამ კუთხით ვერანაირ, ასე ვთქვათ, გაურკვევლობას ვერ ვხედავ, ეს პროცესი დასრულდება ძალიან მალე და იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. და აუცილებლად უნდა გკითხოთ კიდევ აგვისტოს ომის შესახებ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც კომისიამ დადო, რომელიც პოლიტიკურ და სამხედრო შეცდომებს სწავლობდა, თუ არ ვცდები და ანალიზს აკეთებდა ამასთან დაკავშირებით. მე რამდენთაც ვიცი, არჩევნების შემდეგ გაპირებთ ამ დასკვნის გამოქვეყნებას, თუმცა თუ შეგიძლიათ რომ რაღაც ახლა ზოგადად მაინც რა სურათი შეიქმნა ამაზე გითხრათ. ხმლონიკა რამდენიმე დაზუსტებას გავაკეთებ. თქვენ ახსენეთ პოლიტიკური და სამხედრო, მე მინდა გითხრათ, რომ არანაირი პოლიტიკური შეფასების მიმცემი ეს დასკვნა არ იქნება. ეს არ არის გამოძიება, ასევე მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის შესწავლა საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს მოქმედებების. თუ რამდენად იყო გამართული მართვა და კონტროლი ჩვენი შეიარაღებული ძალების, კომუნიკაცია, სარეზერვო სისტემა, რა სადაზვერვო ინფორმაცია გაგვაჩნდა, რამდენად მიდიოდა სწორი ანალიზი საფრთხეების შეფასების, ტაქტიკულ, ოპერატიულ და სამხედრო სტრატეგიულ დონეზე. ეს რატო გჭირდება ეკა? გჭირდება იმიტომ, რომ ჩვენ მომავალ გარკვეულ პოლიტიკურ შეცდომებთან ან გადაცდომებთან კავშირში არ არის, რასაც ახლა ეს გჭირდება პირველ რიგში იმიტომ, რომ მომავალში ჩვენმა სამხედროებმა, ელიტამ, ოფიცრობამ არ დაუშვას იგივე შეცდომები.
ამაზე იქნება დამოკიდებული ამ გაკვეთილებზე ჩვენი მეომრების და ჯარისკაცების სიცოცხლე მომავალში. ამიტომ ეს არის მე არ შევაყოვნე და ბრძანება გავეციროთ სწრაფად დაეწყოთ ამაზე მუშაობა. დასრულდა პირველადი ვარიანტი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მიუბრუნეთ გენშტაბს გარკვეული შეკითხვებით, დამატებითი ჩაკითხვებით ეს დოკუმენტი სულ რაღაც ერთი კვირის წინ და თვის ბოლომდე ისინი დამატებით შესწავლის შემდეგ მოგვაწოდებენ ამ ანგარიშს. მე ასევე მინდა გაგიწბილოთ იმედები, ეს არ იქნება სრულად საჯარო, ეს არის შიდა მოხმარების დოკუმენტი, ბუნებრივია. პოლიტიკურ ხელმძღვანელებს, პრემიერ-მინისტრს, უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, გავაცნობთ ამ დოკუმენტს, თუ რა რეკომენდაციები იქნება დოკუმენტების შემდეგ. არ გასაჯაროვდება, არა, გასაჯაროვდება, უბრალოდ შეფასება ზოგადი, რა შევისწავლეთ და რეკომენდაციების ნაწილის, ასე ვთქვათ, გარკვეული მხარე. ასე რომ მე ასევე არ მინდოდა განზრახ რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიისას გამختارიყო რაღაც პოლიტიკური ასე ვთქვათ განხელვის თემა, იმიტომ რომ ჯარი, თავდაცვა, თუნდაც 2008 წლის აგვისტოს სამხედრო ასპექტი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ამ დასკვნის შემდეგ ბუნებრივია ჩვენი ამოცანა იქნება დავწეროთ გეგმა, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს შეცდომები და ხარვეზები. კარგით, გასაგებია. მინდა კიდევ დაუბრუნდე ვიზიტს ევროკავშირში და ბრიუსელში, კერძოდ 19 მილიონი ევროს დახმარებაზე იყო საუბარი, რომელიც ინსტიტუციურ რეფორმებს და განვითარებას უნდა მოხმარდეს, არის თუ არა აქ თავდაცვის სფერო გარკვეულწილად გათვალისწინებული? ჩემი ნება იყოს მთლიანად თავდაცვის სამინისტროს მოვახმარდე, მაგრამ ესე არ არის, ეს არის ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელებაზე საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ პრაქტიკულად ეს ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომ დაინახეს საქართველოს პროგრესი, რომ მეტი ჩაედოთ იგივე ინსტიტუციურ განვითარებაზე. თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო ნაწილს ნაწილობრივ შეეხება ბუნებრივია, მაგრამ ეს არ იქნება სამხედრო ხარჯებში. და რა ტიპის რეფორმებს შეეხება, თუ არის თქვენ თუნდაც ჩვენ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი მოწინავეა იმ რეფორმებში, რასაც შეიძლება დავარქვათ გამჭვირვალეობა. ინსტიტუციური რეფორმები, საპარლამენტო კონტროლი და სამოქალაქო კონტროლი შეერაღებულ ძალებზე, მაგრამ აქ უფრო აქცენტი იქნება სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის, მთავრობის სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის ამაღლება, ერთიანი ჩანაფიქრით, ერთიანი ხედვით, რომელიც იქნება შეთანხმებული და სინქრონიზირებული ევროპულ ჩვენს მიზნებთან. აი, ამაზე დაიხარჯება ეს თანხები. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იქნება თავდაცვითი მიმართულებით დახარჯული ფული. გასაგებია. ასევე არის ვალდებულებებზე გარკვეულწილად საუბარი, ვინაიდან ასოცირების ხელშეკრულება მაინც ყველაზე ახლოთ არიღია, ამაზეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენთან ბევრი ვისაუბრო. გარკვეულ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს უნდა შეასრულოს, სწორედ ასოცირების ხელმოწერის შემდეგ. რა იქნება, ან რა არის ყველაზე თქვენი აზრით, ყველაზე არაერთგვაროვნად აღქმადი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თემაა, რომელსაც არაერთგვაროვანი რეაგირება მოყვება ხოლმე საქართველოში და აღარ დავაკონკრეტებ ახლა მეც ამ თემებს. რა შესაძლოა, რა შეიძლება ასეთი იყოს, თქვენ როგორ ფიქრობთ და რა გვაქვს კიდევ, რა რეფორმა გვაქვს ისეთი გასატარებელი, რომელსაც შესაძლოა ასეთი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოყვეს საზოგადოებაში? ერთ-ერთი ძირითადი ეტაპი უკვე გადავლილია, რაც იყო გასავლელი იმისთვის, რომ ხელშეკრულებაც გაფორმებულიყო, რაც მთავარია დაგვეწყოს სერიოზული მსჯელობა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე. და მე დიდი იმედი მაქვს, ეს ვიცი პრემიერ-მინისტრისგანაც, მისი საუბრებისგან ევროპელ კოლეგებთან, რომ მომავალი წლიდან შეიძლება პრაქტიკულად ამოქმედდეს კიდევაც ვიზების ლიბერალიზაცია საქართველოს მიმართ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვისაც, არა მხოლოდ ჩვენი ზოგადად ყველა ქართველისთვის, რომელიც უფრო თავისუფლად ივლის თავისუფალ ევროპაში, არამედ ასევე იქნება გარკვეული ჩემი აზრით მიმზიდველობის მატარებელი ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართაც, რომლებიც დაინახავენ, რომ განვითარებული, პროგრესული, ევროპასთან დაახლოებული საქართველო მათთვის უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე დარჩნენ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ასე რომ აქ მათთან ამ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხითაც ჩვენი მიახლოვება ევროპასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მგონია, რომ ეკონომიკურად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ სტანდარტებს მიუახლოვდეთ, იგივე წარმოების სტანდარტებს, რომელიც არის ევროპაში, ეს ადრე თუ გვიან გასაკეთებელი ქონდა საქართველოს
და მეტი შესაძლებლობა ექნება ჩვენ მეწარმეებს უკვე ამ სტანდარტებით გაიტანონ თავისი პროდუქცია ევროპაში. ანუ ეკონომიკურად ძალიან მომხიბვლელი იქნება. გარდა ამისა, ბუნებრივია, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული უცხოური ინვესტიციებისთვის, რომ შემოვიდეს საქართველოში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მე მგონია ჩვენ მთავრობასაც და პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვამს, რომ აი შემოდგომიდან უკვე დაიწყება ეკონომიკური გაჯანსაღება იმ ჩვენს ქვეყანაში, რაც ბუნებრივია გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას. კი, მაგრამ ეს ყველაფერი არის გარკვეულ რეფორმებთან დაკავშირებული. მე მაინტერესებს, მოხერხდება თუ არა აი ამ რეფორმების უმტკივნეულოდ გატარება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან ხშირად საუბარი არის ძალებზე, რომლებიც ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციას ცდილობენ და თქვენი აზრით მაინტერესებს, აი რამდენად სერიოზულია ასეთი ძალების გავლენა თუნდაც. რა მე დღესდღეობით ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ ესეთ ძალებს არ აქვს საზოგადო მხარდაჭერა, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მარგინალური პოლიტიკური ძალები არიან, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ესეთ ძალები ახლა გააქტიურდნენ. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს გააქტიურება მოხდა ბოლო 1 წლის 6 თვის განმავლობაში, როდესაც უახლოვდებოდით. მე პირდაპირ უკავშირებ ამას რუსეთის გააქტიურებას სხვა კუთხით, რომ უნდათ პოპულარული განწყობების შექმნის საყრდენი კერების შექმნან საქართველოში. მე პირადად მგონია, რომ ძირითადად ეს არის ის სტრუქტურები, რომლებიც ფინანსირდება პირადად მგონია რუსეთის სპეციალური სტრუქტურების მხრიდან და აქედან გამომდინარე მეტი სიფრთხილე გვჭირდება ბუნებრივია საზოგადოებას, რომ მათ არ შეიტანონ განხეთქილება საზოგადოებრივ აზრში. როდესაც ესმით, რომ 80% არის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის. როცა ესმით, რომ საქართველოს შეერაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოებაში. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას თავდაცვის მინისტრს საზოგადოებას აქვს ნდობა თავდაცვის უწყების მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის უნარიანობა წინააღმდეგობის გაწევის ნება საზოგადოებაში მაღლდება და ეს არის მნიშვნელოვანი, რაც ბუნებრივია არ აწყობს ჩვენ არაკეთილ მოსურნეებს და ამიტომ არის და შეიქმნა ესეთი ორგანიზაციები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგება. მე მგონია, რომ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად. მე მგონია, რომ საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ მათ შორის არასამთავრობოებმაც, მათ შორის მედია საშუალებებმაც თუ რა, როგორ, ვინ, საიდან ფინანსირდება და ჩემი აზრით საზოგადოება ბრძენია და ისინი თავს არ მოიწყვებენ. ან საფრთხეს არ წარმოადგენს ეს ყველაფერი, მაინც საფრთხის შემცველი არის, მაგრამ მე მგონია, რომ საქართველოს საზოგადოება შესაბამისად შეაფასებს მათ საქმიანობას. და ისევ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ასეა, რომ რაღაც გარკვეულ უმნიშვნელო დეტალებზეც კეთდება ხოლმე აქცენტი, თუნდაც მაგალითად იმაზე, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას ხელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო ირაკლი, და თქვენ რომელი გუნდისკენ უფრო ხართ, რომლებიც თვლიან, რომ პრემიერმა უნდა მოაწეროს თუ პრეზიდენტმა? ჩემთვის ეს ერთი გუნდია. პრეზიდენტიც არის ჩვენი კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა დამაჯერებლად ამ არჩევნებში. ასე რომ თავდაცვის სამინისტრო და შეერაღებული ძალების შორს დგას ესეთი პოლიტიზირებისგან საკითხების. მთავარია, რომ შეთანხმება შედგება. მოაწერს მას პრემიერ-მინისტრი ხელს, მაგრამ ამას კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ეს იქნება პრემიერ-მინისტრი ნებისმიერი სხვა, თუნდაც დელეგირებული უფლების მატარებელი. მთავარი არის, რომ შეთანხმება შედგება და იწყება ახალი ერა, ახალი ეტაპი ჩვენს ურთიერთობაში ევროპასთან. და ის ეროვნული ამოცანა, რომელიც ჩვენ გვედგა დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, მე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც არასდროს ისე მივუახლოვდებით. ეს იქნება წარმატება თქვენიც, ჩემიც, იმ ოპოზიციისაც, რომელსაც აქვს სხვანაირი კრიტიკული დამოკიდებულება ამასთან და მე დარწმუნებული ვარ, ის თაობა, რომელიც მოდის ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც, თავისუფალი აზროვნების თაობა, მათთვის გაიხსნება კარები, უფრო ინტენსიური ურთიერთობები გქონდეს საკუთარ კოლეგებთან ევროპაში. ქვეყნის შიდა საკითხებთან დაკავშირებითაც მინდა თქვენი აზრი მოვისმინო, როგორც მთავრობის წევრი, რა მექანიზმს ხედავთ აი ამ უკანონო ქვეყანაში უკანონო მოსმენების პრობლემასთან და ამ პრობლემის მოხსნასთან დაკავშირებით, რომ ისე რომ იყოს დაცულია სახელმწიფოს უსაფრთხოებაც და ასევე ნებისმიერი ადამიანის პირადი ხელშეუხებლობაც. ეს არის მართლაც სასჩინელი მემკვიდრეობა, რომელიც დაგვრჩა ნაციონალური მოძრაობის ასე თქვა ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ. მე აღარ მიუბრუნდები იმას, ყველას კარგად გვახსოვს რა მასშტაბური იყო მოსმენები ყველასი ოპოზიციის, მათ შორის ჟურნალისტების,
ნებისმიერი ადამიანიც სხვანაირად აზროვნება. მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ვალდებულება ავიღეთ საზოგადოების წინაშე, როდესაც არჩევნებში მოვდიოდით და გავიმარჯვეთ, რომ ამას წერტილს დაუსვამდეთ. ერთადერთი გზა ამის გაკეთების არის იყოს კანონი მიღებული, რომელიც მკაცრად რეგლამენტირებულს გახდის ესეთი ეროვნული შესაძლებლობის გამოყენებას. სასამართლოს ზედამხედველობის კუთხითაც მე ვიცი შალვა შავგულიძის და არასამთავრობოების კონსულტაციების შესახებ, პარლამენტის და არასამთავრობოების კონსულტაციების შესახებ, მე მგონი აბსოლუტურად კარგი და მისაღები საკანონმდებლო პროექტი ჩამოყალიბდა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს ეს კანონი მიღებული. და ეს კანონი მოხსნის ამ პრობლემას, როგორც ამოსაც თქვენს გისმენენ ბატონო ირაკლი. ამ უფლებას თუ ეს მრავალი წელია უკვე ეს პრობლემა იყო. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი თანაგუნდელების ნაწილი ამბობს, რომ ეს მოსმენები შესაძლოა ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ან მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან ხორციელდებოდესო. აი ამ ვერსიას თუ იზიარებთ ძალიან შორს დავიჭერ თავს. ან ეს უფრო მეტ საფრთხეს ხომ არ ქმნის თუ ეს ასეა? არავის არ აქვს, მე მგონი წინასწარი თქმის არანაირი საფუძველი, თუ რა იყო, გამოძიება დაწყებულია და უნდა დაველოდოთ გამოძიება რა სიტყვის. კანონმდებლობა მოხსნის ამ პრობლემას საკმარისი. რა თქმა უნდა, კანონმდებლობა იქნება მიღებული და ამის შემდეგ ბუნებრივია და რაც მთავარი, ამ პოლიტიკური ნება არსებობს. პოლიტიკური ნება რო არ არსებობს, რა თქმა უნდა, კანონები არ მოქმედებს ქვეყანაში. მაგრამ მე მინდა ასე თქვა, რომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ორგანიზაციები ბევრად უფრო გაბედული, აქტიური, დინამიურები არიან ამ კუთხით ჩვენს კრიტიკაში, ხელისუფლების მიმართ უფრო მომთხოვნელები არიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ კანონი როდესაც იქნება მიღებული, არა მხოლოდ საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული, არამედ სამოქალაქო კონტროლიც იქნება ძალიან მაღალი და მე ოპტიმისტურად ვარ. ეხლა ვიდრე წინ ხელისუფლების დროს. მე მგონი ამაში ყველათ ავხდებით. და თქვენ მოგწონთ ეს. ეს მომწონს და ეს არის ერთ-ერთი მიღწევა ახალი ხელისუფლების, რომ მისცა შესაძლებლობა საქართველოს საზოგადოებას იყოს ესეთი ღია, არ არის რეპრესიული რეჟიმი, როგორც იყო აქამდე და ბუნებრივია ეს არის ის წინაპირობა ჩვენი დემოკრატიული განვითარების. და კრიტიკის მიმართაც ჯანსაღი დამოკიდებულება აბსოლუტურად. მედიისა და არასამთავრობოების მხრიდან. კარგით, და ბოლო კითხვას დავსვავ, ეხლა რომელიც პრემიებს შეეხება, ბატონო ირაკლი, ამ მთავრობის წევრებისა და საჯარო მოხელეების მიერ ამ პრემიების აღებასთან დაკავშირებით საუბარია გარკვეულ რეგულაციაზე, ზღვარის დაწესებაზე, თქვენი ახსნა მაინტერესებს და თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით. ხედავთ თქვენ აი ასეთი დიდი თანხებით წახალისების აუცილებლობას? რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს რაციონალური ზომა დაცული. ჩვენ ბოლო 3 თვეა მინიმუმ მთავრობის ხდომაზე არაერთხელ გქონდა მსჯელობა, რომ ეს რეგულაცია არის შესამუშავებელი და მთავრობის კანცელარია, მისი ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ამაზე მუშაობს უკვე რამდენიმე თვეა. მე მგონი საერთაშორისო კუთხითაც არიან ორგანიზაციები ჩართული. ეს უნდა დარეგულირდეს. მე მგონია, რომ როდესაც საჯარო სამსახურის და მათი სარგოების შესახებ კანონი იქნება მიღებული და გათანაბრდება ყველა საჯარო მოხელის, ასე ვთქვათ, ანაზღაურება ერთმანეთთან იქნება ერთიან რაციონალურ ჩარჩოში მოქცეული, უფრო გასაგები და ლოგიკურიც იქნება საზოგადოებისთვის თუ რა თანხა ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება საჯარო მოხელეებზე. ბუნებრივია, რომ თანხა უნდა იყოს შესაბამისი იმისა, თუ რა სამუშაოს ასრულებს ესა თუ ის თანამდებობის პირი. ამიტომ მე ველოდები, რომ ეს რეგულაცია მოხსნის სხვა საკითხებსაც და პრობლემებსაც. არ შემიძლია არ გკითხოთ, რა თქმა უნდა, თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი თქვენს პრემიაზეც თუ რაღაც დანამატზე. მართალია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა დეტალური ინფორმაცია თუ რატომ და არის მიხედვით, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ რომ მოვისმინოთ თქვენგან. ანუ ეს იგივეს გაგიმეორებთ, რომ თავდაცვის სამინისტროში არც მინისტრს და არც მოადგილეს არასდროს პრემია არ აუღია. რაც მოვედით ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ჩავთვალეთ, რომ ხელფასი საერთო ფონდთან, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, შესაძლოა მაღალი იყო. არა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც გამოყოფილია ბიუჯეტი. ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული თავდაცვის სამინისტროში. ჩვენ საპრემიო თანხა მთლიანად ყოველთვის იხარჯება საშუალო და დაბალი თანამდებობის პირებზე, იმიტომ რომ მათ შეუსოთ და წავახალისოთ. ჩვენ ართულად ერთ-ერთი პირველი უწყება ვართ, რომელმაც უკვე ეს წესი შეიმუშავა ჩვენ შიგნით. და პრემიერების ჩვენი სისტემა გვაქვს.
რაც არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და მათ შორის ნატოს შეფასებებში ძალიან სწორად იქნა აღნიშნული. რაც შეეხება კანონით მიერ როგორ ანგარიშდება ეს ხელფასი, ეს ესეა და აქედან გამომდინარე კანონი თუ შეიცვლება, ბუნებრივია შეიცვლება დაანგარიშების პირობებიც. თავარი არის რომ ყველა თეთრი რომელიც მოდის თავდაცვის სამინისტროში ის მიდის ჯარისკაცზე. მე მინდა გითხრათ რომ თავიდანვე პირველი რაც გავაკეთეთ თავდაცვის სამინისტროში 25%-ით გაეზარდა ყველა სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი. მეორე რაც გავაკეთეთ $300 გაეზარდა ყველა საერთაშორისო მისიაში მომსახურე სამხედროს ხელფასი. მესამე ეს იყო ყველას ჯანდაცვითი მომსახურება გათანაბრდა. მინისტრს და ჯარისკაცს ერთნაირი და მინისტრის მოადგილეს ერთნაირი ჯანდაცვით უზრუნველყოფა აქვს. თქვენ იცით რომ დაახლოებით 1000-მდე ბინა გადაეცა უკვე სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე ცალკე გვაქვს ჩვენი დაჭრილი მეომრების პროგრამა, რომლითაც უზრუნველყოფს ჩვენს გმირებს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შეწირა ჩვენს ქვეყანას. ასე რომ მე მინდა გითხრათ რომ მორალური ფსიქოლოგიური ასე თქვა мотиваცია ჩვენს ჯარში არის ძალიან მაღალი სწორედ ამ ნაბიჯების გამოც. და მე დარწმუნებული ვარ რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალში მოგცემს საშუალებას რომ მეტი გავუკეთოთ ჩვენ ჯარისკაცებს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა რომ ამ მომწურავად უპასუხეთ ყველა ჩემ შეკითხვას და იმ შეკითხვას, რომელიც საინტერესო იყო რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ იმედი მაქვს კიდევ მობრძანდებით ჩემთან სტუდიაში. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ახლა გადაცემაში რეკლამის დროა და რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით რეკლამის შემდეგ უკვე საარჩევნო გარემოს შეფასებები ექსპერტებთან ერთად დაგველოდეთ აუცილებლად. პირველი სტუდია კვლავ პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. წინა საარჩევნო გარემოს კვლევა და შუალედური ანგარიში რა დარღვევები გამოვლინდა ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ თემაზე. ნინო ლომჯარია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი და ასევე ლელა ტალიური ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ისაუბრებენ. მოგესალმებით, ქალბატონებო, დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან სტუდიაში. აი ამ მეტად მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროთ. პირველ რიგში ვიდრე კონკრეტულ დარღვევებზე გკითხავდეთ, მაინტერესებს თქვენი შეფასება. თქვენ ხშირად აკეთებთ ხოლმე აქცენტს, ლელასგან დავიწყოთ, თუ არ გეწყინებათ, ნინო. აკეთებთ ხოლმე აქცენტს იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში არ განხორციელდა ისეთი ცვლილებები, რომელიც გარკვეულწილად უფრო დადებითად შეცვლიდა საარჩევნო გარემოს. აი, რა ცვლილებების აუცილებლობას ხედავდით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები მსმენელს. ჩვენ გუშინ გამოვაქვეყნეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გუშინ გამოვაქვეყნეთ ჩვენ პირველი შუალედური ანგარიში. ჩვენ შუალედურ ანგარიში გავამახვილეთ ყურადღება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის უპირველესი რა თქმა უნდა არის საკანონმდებლო ჩარჩო და ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა საარჩევნო კანონმდებლობაში წელს 7 მარტსა და 17 აპრილს. მიუხედავად პოზიტიური ცვლილებისა, როგორც არის მაგალითად პირდაპირი წესით მერებისა და გამგებლების არჩევა 50% ბარიერი მერების და გამგებლების არჩევნებისათვის სხვა მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები ვფიქრობთ, რომ საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ამის ქმრის საფუძველს გვაძლევს ის, რომ საარჩევნო სისტემა საკრებულოს არჩევნებისათვის არ შეცვლილა, კვლავ დარჩა ერთმანდატიანი ოლქები, სადაც მოსახლეობა, თქვათ, ირჩევს საკრებულოს წარმომადგენლებს. ჩვენ ვითხოვდით სამართლიან არჩევნებთან ერთად საერთაშორისო გამჭვირვალობასთან ერთად იანვარში, თებერვალში მრავალმანდატიანი ოლქების შექმნას და მანამდეც ასევე ვითხოვდით 2013 წლის ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში, რომ გადახედილი იყო საარჩევნო სისტემის საკითხი. თუმცა სამწუხაროდ პარლამენტმა იმის მომიზეზებით, რომ მცირე დრო იყო დარჩენილი, ფაქტიურად საარჩევნო სისტემა არ შეცვალა. ეს სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფს ამორჩევლის ხმის წონის თანაბრობას ადგილობრივი წარმომადგენლობით ორგანოში, როგორც არის საკრებულო, არის სხვა მთელი რიგი პრობლემები და სტანდარტი, საერთაშორისო სტანდარტი ამ შემთხვევაში არ კმაყოფილდება. არის სხვა საკითხები, მე მოკლედ ვიტყვი, ეს არის საარჩევნო სიები, მოლოდინი იმისა, რომ ბიომეტრიული სიები უნდა შექმნილიყო ამ არჩევნებზე, თუნდაც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ეს წესი არ გადახედილა და კვლავ იმსახურებს კრიტიკას, როგორც პარტიების, ასევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ნინო, კანონმდებლობა არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი პირობა ზოგადად საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და არის თუ არა დღეს მაინც უფრო უკეთესი, თუნდაც ეს კანონმდებლობა ვიდრე იყო წლების წინ.
ერთადერთი, რასაც გამოყოფდი და ლელამაც აღნიშნა, ეს არის ის, რომ მერები და გამგებლები აირჩევა პირდაპირ წესით. სხვა მხრივ, საკრებულოს არჩევნებისთვის განსაკუთრებული ცვლილებები არ გვაქვს, იგივე წესით მოხდება საკრებულოს დაკომპლექტება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დღეს, როდესაც თვითონ დარღვევების მასშტაბურობა აღარ არის ისეთი არც თქვა ზეწოლის ხარისხი და დარღვევების რაოდენობა არ არის იმდენი, რამდენი თქვა წინა არჩევნებზე ქონდა, დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად შეიძლება მივანიჭოთ იმას, თუ როგორი იქნება კანონმდებლობა და განსაკუთრებით გამოყოფდის სისტემას. დღევანდელი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ კანდიდატების თუ პარტიების მიერ მიღებული ხმები პროპორციულად აისახოს მათ მანდატებში საკრებულოში. დარღვეულია ბალანსი, პროპორციულობის პრინციპი არის დარღვეული და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დღეს გვაქვს შერეული, ეგრეთ წოდებული შერეული სისტემა, როცა ნაწილი აირჩევა მაჟორიტარული წესით და ნაწილი პროპორციული წესით. შესაბამისად, პროპორცია აისახება მხოლოდ იმ რაოდენობაში, რამდენი კანდიდატიც საკრებულოში გადის პროპორციული სიით. დაახლოებით ნახევარი საკრებულოსი. დანარჩენი აირჩევა მაჟორიტარული წესით, სადაც კანდიდატი, მაჟორიტარულ ოლქში იგებს კანდიდატი უბრალო უმრავლესობით. შესაძლებელია, რომ გაიმარჯვოს მაჟორიტარმა, რომელსაც სხვებზე ნაკლები აქვს მიღებული, მაგრამ საერთო ჯამში სხვებს შეიძლება უფრო მეტი კონდეს მიღებული, მაგრამ მას ყველაზე მეტი კონდეს. შეიძლება ეს იყოს რაღაცა 30% და მაშინ როცა 70 სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა. ის ვერ ასახავს დღევანდელი სისტემა ვერ ასახავს ადეკვატურად საზოგადოების მიერ გამოვლენილ ნებას არჩევნებზე და ქმნის ძალიან სერიოზულ დისბალანსს, რაც იყო გამოსასწორებელი. მეორე ძალიან პრინციპული საკითხი ეს არის ის, რომ მხოლოდ პარტიულ კანდიდატებს შეეძლებათ იყვნენ კანდიდატები მერობისა და გამგებლობის არჩევნებზე. ეს იცით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებით ფაქტიურად მართველმა ძალამ კონკურენტებად აირჩია მხოლოდ მოქმედი პოლიტიკური პარტიები და ჩვენ თქვათ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ვიცით ხო დაახლოებით ვის რა რეიტინგი აქვს. მათ უარი თქვეს, რომ კონკურენტებად მათ ყოლოდათ ისეთი კანდიდატები, რომლებიც არც ერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან, მაგრამ ადგილზე შეიძლება ისინი ყოფილიყვნენ ძალიან კარგი რეპუტაციისა და მქონე პირები და ძლიერი მხარდაჭერა ქონოდათ საზოგადოებასთან. მათ გაიმარტივეს, ესე ვთქვათ, საქმე და პირდაპირ დააწესეს, ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ მათი ოპონენტები საარჩევნოდ, რომელთა რეიტინგებიც მეტნაკლებად უკვე ცნობილია. თუმცა ნინო, ერთი დაზუსტება ამ თემასთან დაკავშირებით. დავუშვათ არა პოლიტიკური პარტიების პარტიების წარმომადგენლებს, მერობის კანდიდატები რომ ყოფილიყვნენ ასეთი ადამიანები. თქვენი აზრით მათ ეკნებოდათ იმის შესაძლებლობა, რომ გადაეჭრათ ყველა ის პრობლემა, თვითმმართველობის ფარგლებში ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რაც გადასაჭრელია და რაც მათ წინაშე, მათ უფლებამოსილებაში შედის, გადაეჭრათ ყველა ის პრობლემა, იმ შემთხვევაში, თუ რაც გარკვეულწილად თუნდაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ითხოვს. შეძლებდნენ ისინი ამას, ამაში რაღაც ლოგიკა არ არის თქვენი აზრით? ეს არ იყო, ვფიქრობ, ლოგიკა იმ გადაწყვეტილების, როდესაც პარლამენტი ამ კანონზე ფიქრობდა, ვფიქრობ, რომ აქ იყო სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის რომ არ ყოფილიყო მეტი ოპონენტი არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ესეთ პრეცედენტი არ ყოფილა. თუ გამგებელს და მერს აქვს თავისი კომპეტენცია და ის რომ ის არაპარტიული იქნება, ვერ შეუშლის ხელს იმ თავისი კომპეტენციების განხორციელებაში. თუმცა აქაც დავამატებდი იმას, რომ შესაძლებელი იმის გამო, რომ თვითმმართველობის კოდექსში არსებობს ნორმა, რომლის მიხედვითაც საკრებულო შეუძლია ნებისმიერი მიზეზის გამო, შეგვიძლია ვთქვათ მიზეზ გარეშეც უმრავლესობით 2/3 უმრავლესობით გადააყენოს პირდაპირ არჩეული მერი ან გამგებელი, შესაძლებელია ესეთ ვითარებაში გარკვეული კრიზისები შექმნილიყო და მათთვის არაპოლიტიკურად არასასურველი, მაგრამ შეიძლება ხალხისთვის მისაღები კანდიდატი საკრებულოს ნებისმიერ დროს პოლიტიკური მიზეზებით გადაეყენებინა, რაც ასევე ესე ვთქვათ, ერთის მხრივ ხელისუფლებამ გააძლიერა მერობის და გამგებლობის ინსტიტუტი პირდაპირ არჩევნების გზით, მაგრამ მეორეს მხრივ აი ამ მუხლის ჩადებით ფაქტიურად ხაზი გადაუსვა ყველა იმ ვთქვათ მიღწევას, რასაც პირდაპირ არჩევნებს მოაქვს. თუმცა ლელა უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი არ იზიარებს აი ამ თქვენ შენიშვნებს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და ის აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში იმდენი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, რაც არც ერთ საარჩევნო ციკლის ფარგლებში არასოდეს არ მომხდარაო. აი ამ არგუმენტს არ ეთანხმებით, რეალურად მართლაც არ არის ეს თვალში საცემი და შესამჩნევი. არ ვეთანხმებით და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი არ არის ცვლილებების რაოდენობა, ჩვენთვის მთავარია ხარისხი.
ხარისხი ამ ცვლილებების. ის რომ განხორციელდა ამდენი ცვლილება, მათ ამ ცვლილებებიდან თუ არ ვცდებით 70-მდე ტექნიკური ხასიათის შესწორება იყო, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მომზადებული წარუდგინა ინტერფრაქციულ ჯგუფს და ეს იქნა ფაქტიურად ჩადებული პროექტში. შესაბამისად, ჩვენ ველოდებოდით და გქონდა მოლოდინი რომ არსებითი ხასიათის ცვლილებები განხორციელებულიყო. არსებითი თვითმმართველი ქალაქი 50%. კი, მაგრამ ეს ვფიქრობთ, რომ არ არის საკმარისი. ანუ ჩვენ გვაქვს სტანდარტი და ეს სტანდარტი არის შესაბამისად კარგი და უკეთესი და ის რომ თქვათ არ ხდებოდა წინა წლებში თუნდაც არსებითი ცვლილებების, ბევრი არსებითი ცვლილების გათვალისწინება, ეს არ არის დასაბუთება იმისა, რომ თქვათ წელსაც არ მოხდეს. შარშან იყო ამის გაცხადება. კიდევ ჩაგეკითხებით, საუბარი ასევე ამ დროს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დროს საუბარი იყო იმაზეც, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და ეს რეფორმა გრძელდება. ანუ გარკვეული ცვლილებები კიდევ არის დაგეგმილი. იცით რა არის, ანუ ამ შემთხვევაში მე ავიღებ მაგალითს გეტყვით ახლა, ეს არის ბიომეტრიული სიების შედგენა. ამ სიებთან დაკავშირებით გამუდმებული დისკუსიები და ფაქტიურად ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო, რასაც მაშინდელი დღევანდელი მმართველი გუნდი მაშინ ოპოზიციაში იყენებდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო ამ შემთხვევაში პოლიტიკური ნება და ეს საკითხი მალე მოგვარდებოდა. ჩვენ 2013 წელს ნახეთ, რომ ინტერფრაქციულმა ჯგუფმა გაითვალისწინა ეს საკითხი და მათ ჩადეს გარდამავალდებულებაში, რომ დიახაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამ ქვეყანაში შეიქმნებოდა ბიომეტრიული პარამეტრებით ამორჩეულთა სიები და ჩატარდებოდა ბიომეტრიული სიებით კენჭისყრა. თუმცა ვნახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელად შეიცვალა, კანონში ასახული ნორმა შეიცვალა მარტში, ხელისუფლებამ გადაიფიქრა ამ სიების გაკეთება და გვთავაზობენ სიების ფოტოსურათების შედარების გზით გაურებების აღმოფხვრას მხოლოდ სიებში, რაც ფაქტიურად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ამორჩეულთა სიებს ახასიათებს და ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პერიოდი თუნდაც სიების პრობლემის მოგვარებისათვის ის რომ გასულ წელს ჩაიდო ეს ნორმა და გაზაფხულამდე იყო გარკვეულად ალბათ სადღაც 8-7-9 თვე შეიძლება ითქვას, იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ თუნდაც სიების კუთხით ეს გადაწყვეტილება, რაც კანონში აისახა, მართლა განხორციელებულიყო. თუმცა ფაქტის წინაშე დავდექით. ასე როგორ ფიქრობთ თქვენ? ალბათ არ ვიცი, ვერ გეტყვით, ალბათ ნება არ იყო ამისათვის, რომ ეს გაკეთებული იყო. თუმცა ის განაცხადი ჩვენ როდესაც დასრულდა ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა 2013 წელს, ჩვენ ერთ-ერთ მთავარ მიღწევად სწორედ ეს შევაფასეთ, რომ ბიომეტრიული სიების საკითხი ჩაიდო, გადაწყდა, მუხლში აისახა და გქონდა მართლა მოლოდინი, რომ ეს სრულება განხორციელდებოდა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. შესაბამისად, აქ არის ასევე საკითხები, როგორიც არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, სამომავლოდ გადადება ამ საკითხის, აქ არის დავების საკითხის, ბუნდოვანი დებულებები, რომელიც დავებს ახასიათებს კვლავ კოდექსში არის. ეს არის ზოგადად გამიჯვნა ადმინისტრაციული რესურსების, რა არის პარტიული საქმიანობა, რა არის სახელმწიფო საქმიანობა, ეს და სხვა საკითხები კვლავ აქტუალურია. გასაგებია. და მაინც აი ნინო, ეს ყველაფერი რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, ისევ საარჩევნო გარემოს რომ დაუბრუნდეთ? მე ვფიქრობ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ კანონმდებლობა უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს თანაბრობას ყველასთვის? კი, ამ ეტაპზე, როდესაც იყო რაღაცა პერიოდი საქართველოში, როდესაც ვამბობდით, რომ იყოს ეს ცუდი კანონმდებლობა, მაგრამ თუ გარემო იქნება თავისუფალი, კანდიდატებს ექნებათ რაც კონკურენტული პირობები და შეუძლებთ უფრო სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მე ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად აი ეს რაღაც ზეწოლის შემთხვევები და ასე შემდეგ რესურსის გამოყენების ესეთ შემთხვევები მასშტაბური აღარ არის. ამიტომ დღეს უკვე წამოიწია ძალიან წინა პლანზე საკანონმდებლო საკითხების, საკანონმდებლო პრობლემების საკითხმა. მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა აძლევს დიდ უპირატესობას იმ ძალას, რომელიც არის ხელისუფლებაში, აი იმ თქვათ ის ჩადებული მექანიზმები, რასაც თქვათ სისტემას ახასიათებს, ეს არის სისტემა, რომელიც ყოველთვის იქნება მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ მოქმედი სისტემა, იმიტომ რომ მათ ფაქტიურად აძლევს წინასწარ ფორას, იგივე მაჟორიტარი კანდიდატების სახით, შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ მმართველ პარტიას უკვე საკრებულოების დიდი ნაწილი, თითქმის ყველა საკრებულოში დაახლოებით 9 უკვე წინასწარ ყავთ, იმიტომ რომ
ალბათ რთული წარმოსადგენია წარმოვიდგინოთ, რომ მათი კანდიდატი მიიღებს სხვა პარტიაზე ნაკლებ ხმას, ხო? ანუ ამ დღევანდელი თქვათ რეალობის გათვალისწინებით. ამიტომ შეიძლება ყველა პარტიას ეძლევა კამპანიის ჩატარების საშუალება და ამ ხრივ არის თანაბარი პირობები მათთვის, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე მე ვფიქრობ, რომ თანაბარი პირობები პარტიებისთვის შექმნილი არ არის. ეკაბესელია აღნიშნა მისი შეფასება იყო ასეთი, რომ აი არსებული გარემო დინამიკაში გაუმჯობესებულია და შედარებაც არ შეიძლება თუნდაც საპარლამენტო არჩევნებთანო და მის წინა პერიოდთან, აი რამდენად რეალური რადესეა თუ არა თქვენი შეფასება და რამდენად საგრძნობია თუნდაც ეს პროგრესი. ეცეთ ყველაზე მეტად თვალშისაცემია ის, რომ არ არსებობს რაღაცა ის შიშის სერიოზული შიშის ფაქტორი, რაც არსებობდა როგორც პარტიულ აქტივისტებს შორის, ასევე საზოგადოებაში, ანუ ფაქტიურად არავინ, ანუ ქონდა ჩვენ ვაფიქსირებით ძალიან ბევრ შემთხვევას ზეწოლის, რაც ჩვენ ანგარიშებში არ ხვდებოდა, იმიტომ რომ საზოგადოებას და მსხვერპლს ეშინოდა ამაზე საუბარი და უფრთხოდა ამაზე საუბარს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს რაღაცა ფაქტორი შიშის და ზეწოლის მეტნაკლებად ნამდვილად მოხსნილი არის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გავიხსენოთ, რომ 2 წლის წინ კრიტიკულ მედიაზე ხელმისაწვდომობა იყო შეზღუდული და ხელისუფლება ქმნიდა სპეციალურად დაბრკოლებებს იმისთვის, რომ საზოგადოებას ქონოდა ხელმისაწვდომობა განსხვავებულ ინფორმაციაზე. დღეს ალბათ ყველამ ვიცით, რომ მედიაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, ნომერ პირველი პრობლემა ნამდვილად არ არის საქართველოში. არც გამიგია, რომ ვინმეს რამე პრობლემა შექმნოდა და ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ მედია გაცილებით თავისუფალია დღეს, ვიდრე ეს ქონდა წინა წლებში და ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს წინასაარჩევნო პერიოდში. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ასევე ხელისუფლება ეკიდება უფრო სერიოზულად რაღაცა საკითხებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. და ყოველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფიქსირებთ გარკვეულ შემთხვევებს, თქვათ იგივე რესურსის გამოყენების თუ სხვა შემთხვევებს, ისინი ცდილობენ, რომ აი მაქსიმალურად როგორც შეუძლიათ ანუ თავი აარიდონ ესეთ საკითხებს და იგივე ესეთ დარღვევებს, თუმცა იმის გამო, რომ არ არის ალბათ როული და სწორი ინსტრუქციები მიცემული საჯარო მოხელეების მიმართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაინც გვხდება ხოლმე ეს გარკვეული. მოდით აი კონკრეტულ დარღვევებზე ვისაუბროთ და კონკრეტულ შენიშვნებს ლელასგან დავიწყებ, რადგან მათ გამოაქვეყნეს სწორედ ეს რა დარღვევები შეინიშნებოდა, ანუ აი ძირითადი რა იყო, ეხლა ძალიან დეტალებში რო არ წავიდეთ და ეს საკითხები, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ სწორედ ამ ანგარიშში, აი ამ ყველაფერმა რამდენად არის შესაძლებელი, რომ გარკვეულწილად იქონიოს გავლენა საარჩევნო პროცესის წარმართვაზე, იგივე საბოლოო შედეგზე თუნდაც. მოგახსენებთ, ჩვენს ანგარიში ასახულია სისხლისამართლებრივი დევნის 7 ფაქტი. ეს ფაქტები გარკვეული მათგანი მოხდა თებერვალში, მარტში, თუმცა აისახა ჩვენს ანგარიში. ჩვენს ანგარიში ასახულია 3 ფაქტი, როდესაც ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეთა მხრიდან უკანონო აგიტაციას. აისახა 1 სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი და 1 ფაქტი, როდესაც ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ იმაზე, როდესაც ჩვენი მოსაზრებით დაირღვა საარჩევნო კოდექსის კონკრეტული ნორმები. აღნიშნული ფაქტების თაობაზე ჩვენ ინფორმაციები წარვადგინეთ როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე პერმანენტულად ვახდენთ უწყებათა შორისი კომისიის ინფორმირებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. მოსყიდვასთან დაკავშირებით სავარაუდო მოსყიდვასთან წარვადგინეთ განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. რესურსების გამოყენების ფაქტზე 16 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ თავმჯდომარემ გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი, ეს ეხებოდა თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელმაც თავისი მოქმედებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელი შეუწყო ამ შემთხვევაში კონკრეტულად ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის კანდიდატის აგიტაციის სააგიტაციო საქმიანობას. აქედან გამომდინარე ეს საქმე წარვადგინეთ. ასევე იყო, როდესაც თქვა დავაფიქსირეთ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე პარტიის ოფისში ამორჩეულთან კანდიდატობის მსურველ პირებთან შეხვედრის დროს ადმინისტრაციული რესურსის კი ბატონო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რესურსის გამოყენების შემთხვევები იყო, რაც შეეხება სისხლისამართლებრივი დევნის ფაქტებს. მოგეხსენებათ, რომ 14 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა მორატორიუმი და მორატორიუმი შეეხო საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირებს და ეს ითვალისწინებს სისხლისამართლებრივი პროცედურების გადავადებას არჩევნების შემდგომ პერიოდში და არა თქვათ ახლა, ხო, ამ პროცედურების ჩატარებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ
მორატორიუმი როგორც ასეთი და სისხლის სამართლებრივ პროცედურებზე მისი გამოცხადება წინასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობა ასეთ ცნებას არ იცნობს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს იყო ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატულება, რომ კითხვის ნიშნები, ასე ვთქვათ, დააკავების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებთან არ გაჩენილი. ანუ ამას დადებითად და პოზიტიურად კი ბატონო, პოზიტიურად ვაფასებ, ვფიქრობთ, რომ აი ამ მორატორიუმის გამოცხადება ერთგვარად ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას იმ კუთხით, რომ ამ მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ თუნდაც დევნის ფაქტები ჩვენ მაგალითად აღარ დაგვიფიქსირებია, თუმცა ამას ჰქონდა ადგილი იგივე თებერვალში, მარტში, აპრილში. კი და თუ გაქვთ თქვენ გარკვეულწილად განსხვავებული მონაცემები ნინო თქვენს ორგანიზაციას ვეთანხმები აბსოლუტურად ლელას ჩვენ ორი ანგარიში გამოვაქვეყნეთ ანუ კამპანიის დასაწყისში უფრო დამახასიათებელი იყო ესეთი დარღვევები როგორიც არის მაგალითად სისხლის სამართლის დევნის შემთხვევები მართლაც ასევე მორატორიუმის გამოცხადებამდე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები და კამპანიის ჩაშლის შემთხვევები რაზეც ასევე გამკაცრდა ხელისუფლების მხრიდან რაღაც რეაგირება და რეკომენდაციებიც იქნა გაცემული. უკვე მეორე ანგარიში, ანუ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ესეთი ფაქტები არ დაგვიფიქსირებია, თუმცა საკმაოდ მრავლად წამოვიდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები და მოსყიდვის შემთხვევები. და რეკომენდაციებზეც რო ვისაუბროთ, გავაგრძელოთ ბარემ ეს თემა, რა რეკომენდაციები გაქვთ იგივე პარტიების მისამართით, მედიის მიმართულებით? კი. პარტიებით მინდა დავიწყოთ ამ თემას არ შევხებივართ. ალბათ ყველა ამჩნევს, რომ ძალიან საგრძნობია, რომ კანდიდატი ქალები ძალიან ნაკლებად ხდება საარჩევნო სიებშიც და განსაკუთრებით გამგებლობისა და მერობის კანდიდატების პოსტზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში დასახელებულად საჯაროდ გახდა ცნობილი მერობისა და გამგებლობის კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც მმართველი პარტიის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან არის მხოლოდ მამაკაცები. ბრალია ეს თქვენი აზრით. იცით ეს ძალიან ესეთი რთული საკითხია და კომპლექსური ერთი მიზეზი ამას არ აქვს. მე ვფიქრობ რომ ეს არ არის იმის ბრალი რომ მამაკაცები უფრო კარგები ან უფრო აქტიურები არიან ვიდრე ქალები. მე ვფიქრობ რომ ეს არის რაღაც თვითონ შიდა პარტიული რაღაცა პრობლემა და ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ვერანაირ გაუმჯობესებას ამ მიმართულებით ვერ ვხედავ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ მივიღოთ რაღაცა კვოტების, ავალდებულა კვოტირების მექანიზმი, იმიტომ რომ როცა წლები გადის და მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება, აქტიური მუშაობის დაწყებას. აუცილებლად, იმიტომ რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ახალ კვლევებს წარმოგიდგენთ რა მდგომარეობა ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით რეგიონებში და ვფიქრობ, რომ ნამდვილად საგანგაშო და ეს კანდიდატების რაოდენობაც გვიჩვენებს, რომ არათუ შეიძლება და როგორ ფიქრობთ იქნება მხარდაჭერა ამ ინიციატივას? იცით რა არის, ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ არ არის ერთი რაღაცა ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თვითონ ქალებს შორისაც არიან ქალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელოვნური წახარისება სწორი არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როდესაც უკანასკნელი სტატისტიკით ქალები უფრო მეტია საქართველოს ვიდრე მამაკაცები, მაგრამ მათი წარმომადგენლობა არის დაახლოებით 6% დღეს პარლამენტში და საკრებულოებში საშუალოდ 11%, ეს აჩვენებს, რომ რაღაცა ხელოვნური ბარიერები არსებობს ნამდვილად, იმიტომ რომ უმრავლესობა არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს აბსოლუტური უმცირესობით. ამიტომ ჩვენს ამას ვფიქრობ ხელოვნური რაღაცა მექანიზმებით და მედიის მიმართ რეკომენდაციებიც და შემდეგ ლელასთან გადავალ იგივე შეკითხვით. მედიასთან დაკავშირებით ჩვენ ამ ეტაპზე განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ ვხედავთ. ერთადერთი ვთვლით, რომ ის უკანასკნელი განცხადებები, რაც იყო მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაკეთდა იგივე მაესტროსთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად კანცელარიის წერილს გულს. მთავრობის ადმინისტრაციამ გააკეთა აბსოლუტურად რაღაცა გაურკვეველი გამახსენდა ის განცხადებები, რაც პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გააკეთა და ძალიან ცუდი არის, როდესაც ხელისუფლება აკრიტიკებს აი ამ სფეროს მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმისთვის, რაც არის ჩვენი ვალდებულება და ფუნქცია და თქვათ იგივე სანაიას გადაცემა ეხებოდა სწორედ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას და მე ვფიქრობ, რომ აქ განსაკუთრებით კრიტიკულები უნდა ვიყოთ, როგორც ჩვენ ასევე მედიის წარმომადგენლები და ნამდვილად დიდი შეცდომა მოვიდა ხელისუფლებას. ლელა, თქვენი რეკომენდაციების მინდა მოვისმინო პარტიების მისამართით, მედიის მისამართით. კი, ჩვენ გარკვეული რეკომენდაციები. თუმცა კრიტიკა აძლიერებს. ჩვენ გარკვეული რეკომენდაციები გვაქვს, მაგალითად პოლიტიკური გაერთიანებებისთვის ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი, რომ გამოიჩინონ დისციპლინა იმ კუთხით, რომ მათმა წევრებმა არ შეუშალონ ხელი სხვა ოპოზიციური პარტიების თუ კანდიდატების
ის წინასაარჩევნო შეხვედრებს, არ მოაწყონ თქვა კონტრაგიტაციები და არ კონდეს ადგილი ხელშეშლის მცდელობას. მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიყენონ მათ რესურსები, მხედველობაში მაქვს მართველი გუნდი და არ განხორციელდეს ზოგადად პარტიების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვა. ვინაიდან ეს წარმოადგენს სამართალდარღვევას, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, თქვენ იცით 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილება CSKOS-ი, რომელიც არეგულირებს კენჭისყრის დღეს მედიის მუშაობას უშუალოდ საარჩევნო უბანზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღემდე ეს დადგენილება გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს მედიას და არის ამ კუთხით მნიშვნელოვანი ხარვეზები ამ დადგენილებაში, ამიტომ გვაქვს CSKOS-ის მისამართით ეს რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კიდევ ერთხელ და შესაბამისად გაუქმდეს ეს დადგენილება. და რამდენად ეფექტურად მუშაობს უწყებათა შორის კომისიაზეც მაინტერესებს და არის თუ არა კომისიის მხრიდან რეაგირება ყოველთვის დროული და ადეკვატური? კი ბატონო, ჩვენ პერმანენტულად როგორც მოგახსენეთ ვაწვდით ინფორმაციას უწყებათა შორის კომისიას და ვფიქრობთ, რომ ეს კომისია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევების აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით, იმიტომ რომ მაგალითად ზეწოლის ფაქტებზე CSKOS არ აქვს ამის უფლებამოსილება სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებზე და შესაბამისად კომისია რეკომენდაციას იღებს საჯარო მოხელეებისთვის. ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გამოსცა, კომისიამ აქ კვლავ აქტუალურია მისი რეკომენდაციების შესრულების და აი ამ შესრულებაზე მონიტორინგის საკითხები, რომ არ დაირღვეს და ხდებოდეს მუდმივი შესრულება. და ის ფაქტი, რომ თქვა წელს ამ არჩევნებისთვის კომისია დაგვიანებით შეიქმნა, საუბარია რომ თქვა უნდა შეგვიძლია ეს აღნიშნული თუ არ სანგარიში, კი. და შესაბამისად მედიის კუთხით ვფიქრობ, რომ გაუმჯობესებულია მდგომარეობა, ამას ამბობ ჩვენ ადგილობრივი ორგანიზაციები, არა მხოლოდ არამედ ეს Freedom House-ის ანგარიშიც ასახულია და ერთ-ერთ მიღწევად მიჩნეულია მას პრინციპების საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრება, ასევე ის, რომ გასულ არჩევნებზე თუნდაც ძალიან მცირე ფაქტები, ფაქტიურად არც ყოფილა მედიის წინააღმდეგ და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ფაქტები, თუმცა არის გარკვეული საკითხები, მაგალითად ეს არის ტელეკომპანია 25-ის საქმე, რომლის პარტნიორები ზეწოლაზე საუბრობდნენ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ეს საქმე გამოსაძიებელია, ვფიქრობთ და ობიექტური გამოძიება ამ საქმეზე ჩასატარებელი, ასევე ვფიქრობთ, რომ ამ კომპანიაში საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს არსებობა და ქმედითი საბჭოს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. სამეურვეო საბჭო პირველად და თავმჯდომარეც აირჩია. ძალიან სასიამოვნოა, ვფიქრობთ, რომ მედიის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. კარგით და კიდევ ერთ თემასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი მოსაზრება CSKOS-ის გადაწყვეტილებაზე მინდა გკითხოთ, ნიო დღევანდელ გადაწყვეტილებას გულისხმობ, რომლის მიხედვითაც რეგისტრაცია არ გაუუქმდათ მართველი პარტიიდან ფოთისა და რუსთავის მერობის კანდიდატებს, თუმცა აი ამავე მოტივით რეგისტრაციიდან მოიხსნა ირაკლი ოქრუაშვილი. არის თუ არა ეს სადაო გადაწყვეტილება? აი ეს საკითხი საერთაშორისო მე მინდოდა დღეს ამაზე მესაუბრა, ანუ ზოგადად ამ მიმართულებით კანონმდებლობაში არსებობს ხარვეზი. ანუ კანონი ამბობს, რომ კანდიდატად შეიძლება დარეგისტრირდეს პირი, რომელსაც უკანასკნელი 2 წელი უცხოვრია საქართველოში. თუმცა არსად შემდეგ განმარტება არ არის, რაც ნიშნავს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ანუ საქართველოში ცხოვრების ფაქტი როგორ დგინდება. ანუ აქ იგულისხმება აუცილებლად უწყვეტად, თქვათ, არ უნდა იყოს გასული საქართველოდან, თუ შეიძლება 6 თვით სასწავლებლად რო გადიხარ და შემდეგ ბრუნდები, ეს ჩაგეთვალოს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტად, ანუ რა უნდა მიიღოს ხედველობაში CSKOS-ის, რომ რეზიდენტად არის დამდგარი ანუ გადასახადის გადამხდელად საქართველოში, თუ საკონსულო აღრიცხვაზე საზღვარგარეთ ყოფნა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის არ იმყოფებოდა საქართველოში. ანუ ესეთი განმარტებები არსად არ გვხდება. ამიტომ ვფიქრობ, შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად პრობლემები და ვფიქრობ, რომ სანამ ეს საკითხი კანონით არ დარეგულირდება, ან CSKOS სპეციალური დადგენილებით არ დარეგულირდება, თითოეულია ეს ფაქტი იქნება სადაო, იმიტომ რომ შეიძლება მე მივიჩნიო დღეს, რომ თუ პირი საკონსულო აღრიცხვაზეა საზღვარგარეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის ეს არ ნიშნავდეს საზღვარგარეთ ცხოვრებას, იმიტომ რომ შეიძლება ის იყოს საზღვარგარეთ, მაგრამ ჩამოდიოდა გარკვეული პერიოდით. იგივეს გაგახსენებ, თქვათ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ხო? როდესაც ყველამ ვიცით, რომ ის ცხოვრობდა საზღვარგარეთ, მაგრამ ჩამოდიოდა ხოლმე არჩევნებისთვის რაღაცა პერიოდის განმავლობაში
განმავლობაში საქართველოში, რაც CSKOM ჩაუთვალა ორი ცხოვრების ცენზად, იგივე როდესაც კანდიდატობაზე იყო საუბარი. ამიტომ ამ მიმართულებით პრაქტიკა გვაქვს არა თანამიმდევრული, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არის ძალიან ფართო ნორმები და არ არის დაზუსტებები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო არის საკანონმდებლო პრობლემა. რომელიც ამ ეტაპზე მოგვარებადი არ არის ალბათ. იმიტომ რომ ხო კანდიდატების რეგისტრაციის ვადები დასრულებულია. კი, ლელა, თქვენთანაც მაქვს რა თქმა უნდა ეს შეკითხვა, აი სამართლებრივად როგორ შეიძლება რომ ეს მოგვარდეს და არის თუ არა მართლაც ეს რაღაც საკანონმდებლო კაზუსი თუ შეიძლება ასე ითქვას. კი, საკანონმდებლო არის იმ კუთხით, რომ საარჩევნო კოდექსი არ განსაზღვრავს რა იგულისხმება მუდმივ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მერობის და გამგებლობის კანდიდატს მოეთხოვება, რომ არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. თუმცა ჩვენ ვფიქრობ, რომ სხვადასხვა გადაწყვეტილებები ვნახეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ის განკარგულებები, რომელიც CSKOM გუშინ მიიღო, შესაბამისად სულ სხვანაირ არგუმენტაციას მოიცავს, ვიდრე ვთქვათ ოქრუაშვილთან მიმართებაში. ანუ რაზე არის საუბარი? ორივე შემთხვევაში გარკვეულწილად გინდებოდა, რომ კანდიდატი არ ცხოვრობდა საქართველოში, სხვადასხვა მიზეზით, ვთქვათ, თუ საუბარია ქართული ოცნების კანდიდატებზე იკვეთება, რომ ერთ-ერთი მათგანი, ვთქვათ, იყო საზღვარგარეთ წასული სასწავლებლად, მეორე მივლინებებით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, ოქრუაშვილის შემთხვევაში ის იყო საქართველოდან წასული და ლტოლვილი სტატუსი მიანიჭა საფრანგეთმა. შესაბამისად, სამივე შემთხვევაში გინდებოდა, რომ გარკვეული პერიოდით ეს ადამიანები ფიზიკურად არ იყვნენ საქართველოში. თუმცა ოქრუაშვილის შემთხვევაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას არ მისცა შესაძლებლობა კანდიდატად დარეგისტრირებულიყო, თუმცა გუშინ ვნახეთ, რომ ქართული ოცნების კანდიდატებს მიეცათ ასეთი შესაძლებლობა. ამას ეს ამ შემთხვევაში რომ ვნახოთ, თქვათ, ჩვენი პრინციპი, ჩვენი პოზიცია რა არის? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან კანონი ბუნდოვანია, ეს კანონი უნდა განიმარტოს კანდიდატების სასარგებლოდ, ანუ კანდიდატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. თუმცა ამ შემთხვევაში CSKOM იყო არათანმიმდევრული, ვინაიდან სულ ერთ თითქმის მსგავს საქმეზე მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება ოქრუაშვილის შემთხვევაში და მას არ მისცა მონაწილეობის შესაძლებლობა და კანდიდატებს ფოთისა და რუსთავის მერობის კანდიდატებს მისცა შესაძლებლობა. აი ამაზე არის საუბარი. ჩემთვის ეს შემთხვევები ძალიან მსგავსი არ არის, თუმცა იმაში დავეთანხმები, რომ როდესაც თქვა პირს დევნილი სტატუსი აქვს და ის გარკვეული გარემოებების გამო იძულებულია, რომ საზღვარგარეთ იცხოვროს, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ის ცხოვრების ცენზად ეს პერიოდი საქართველოში, ეს ალბათ ისევ ინტერპრეტაციის საკითხია. ამიტომ ხო მე ვფიქრობ, რომ ამას ჭირდება მაგრამ თქვენს თვლით თუ არა იგივეს რასაც ლელა ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში უნდა კანდიდატების სასარგებლოდ იქნეს გადაწყვეტილება მიღებულიო. რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო უბრალოდ რაღაც უფრო კეთილსინდისიერად და ისე უნდა იყოს განმარტებული, რომ კანდიდატებს მიეცეთ საშუალება მონაწილეობის, თუმცა ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თანამიმდევრული. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან და იმედი მაქვს, რომ თქვენი რეკომენდაციები კიდევ უფრო დაეხმარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და წაადგება ამ ყველაფერს. დიდი მადლობა, რომ იყავით სტუმრად. გადაცემის დრო ამოიწურა. დიდი მადლობა მაყურებელსაც ყურადღებისთვის. მე გემშვიდობებით პარასკევამდე. ჩვენ პარასკევს შევხვდებით ისევ 22 საათზე ამავე სტუდიაში ერთმანეთს და საარჩევნო თემატიკით დავბრუნდებით და თქვენს წინაშე უკვე საკუთარი პროგრამით წარსდგება ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასე რომ აუცილებლად გვიყურეთ იმისთვის, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი. პარასკევამდე ნახვამდის.